15 ოქტომბრიდან თბილისი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს საჩუქარს მასპინძლობს. ერთი თვის განმავლობაში მაყურებელს საშუალება ექნება მსოფლიოს სახელოვნებო შედევრები იხილოს. წელს იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით ახალი პროგრამაც იქნება წარმოდგენილი სახელწოდებით ფოკუსია იტალია. ფესტივალი ტრადიციულად მიხეილ თუმანიშვილის პრემიასაც გასცემს. ეს ის სამყაროა, სადაც ადამიანი როგორც ასეთი არ არსებობს, სადაც მხოლოდ პერსონაჟების სახეებიდან იხბებია, სადაც არც მუსიკა არსებობს, არამედ ბგერისა და რითმის ჰარმონია. 90 წუთის განმავლობაში ამ ჰარმონიას ფლამენკოს ყველა დროის საუკეთესო მოცეკვავე ევა იერბაბუაენა წარმოადგენს. წვიმა ოპერის თეატრში თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში ფესტივალს საჩუქარს გახსნის. თბილისის მერია ტრადიციულად ხარს უჭერს ხელოვნების ფესტივალს, ვინაიდან ეს არის ძალიან საინტერესო ფესტივალი, თავისი შინაარსით ყოველწლიურად განახლებული პროგრამით მიწევს. მეორეს მხრივ, ჩვენ ძალიან ბევრი სტუმარი ვიზიტორი გვყურობს ამ პერიოდში და შესაბამისად ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2012 წლიდან აღდგა ეს ფესტივალი. ყოველწლიურად 650,000 ლარი დაფინანსებს კულტურის სამინისტრო ფესტივალს საჩუქარს და ვიმედოვნებ, რომ მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესოა ეს ფესტივალი და უკვე მოიპოვა ახალგაზრდებშიც აღიარება. ჯამბაზები, რომლებიც ადამიანების ცხოვრებით ცხოვრობენ და ცდილობენ რეალობა დაამარცხონ. სპექტაკლი ქარი ალვებში შრიალებს 18 და 19 ოქტომბერს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გათამაშდება. რიმას ტუმინასის აბსურდულ სამყაროს, რომელიც ჩვენს რეალობას წააგავს, ვახტანგოვის სახელობის აკადემიური თეატრი წარმოადგენს. მომელ, უარყოფილი სიტყვა და ჰარმონიული კაკაფონია. ენისა და სიტყვის დაპირისპირება სცენაზე საკუთარი თეატრალური ხერხებით რუსთაველის თეატრში ბერლინის სახალხო თეატრი შეეცდება. 12 და 13 ნოემბერს სპექტაკლის სრულყოფილად აღქმისთვის თეატრი ფოლკსბიუნე ყოველგვარ ჩარჩოსა და ბარიერს დაარღვევს. აქვს ძალიან საინტერესო იტალიური სეზონი. დავიწყებ ჩეჩილია ბარტოლით, რომელსაც ჩამოაქვს თავისი არაჩვეულებრივი ფილმი. ეს არის ახალგაზრდა კინორეჟისორი, დოკუმენტალისტი, არ გეგონოთ რომ ის მომღერალია. ძალიან საინტერესო იქნება კინო ამირანში მისი პრემიერა და მერე უკვე ორი თეატრი ჩამოდის ფლორენციიდან. დემონი ხედი მაღლიდან 20-21 ნოემბერს ამ სახელწოდების სპექტაკლით თბილისის ისტორიის მუზეუმში უჩვეულო სანახაობას წელსაც აჩუქებს ქართველ მაყურებელს დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორია. სიყვარული, ნება და ბრძოლა სამყაროსთან, საკმარისია გაერიდო უჩვეულო აღქმას და შეხედო ყველაფერს ზემოდან. ცხოვრებისეული განცდები თუ სირთულეები დიმიტრი კრიმოვის სპექტაკლში განსხვავებულ შინაარსს იძენს. ეს სპექტაკლი, რომელსაც ზევიდან უნდა უყურო, ამიტომ პირდაპირ ვერ უყურებს მაყურებელი. ეს ორიგინალური გადაწყვეტა აქვს და მე მგონი ძალიან საინტერესო. ქართული დასებიდან მონაწილეობს მესხეთის თეატრი, მონაწილეობს ქუთაისის თეატრი, მონაწილეობს ბორჯომის თოჯინების თეატრი. ძალიან მიხარია, რომ ასე ხდება. უცხოურთან ერთად ერთი თვის განმავლობაში ფესტივალი საჩუქარი ქართულ თეატრალურ პროგრამასა და გამოფენებს წარმოადგენს. საიუბილეო თარიღს თემო გოცაძის ნამუშევრების გამოფენა გახსნის. საჩუქარი ტრადიციულად ხელოვნებაში სრულყოფისთვის მიხეილ თუმანიშვილის პრემიის ლაურეატებსაც გამოავლენს.